მე კვლავ გიბრუნდებით, ასე დაიწყო გენერალ-მაიორმა მდინარაძემ პირველი სატელევიზიო ეთერი 8 თვიანი პაუზის შემდეგ. სუსტში შემავალი ინფორმაციის ნაკადი 30 ჯერაა გაზრდილი, მათ შორის მოსმენების ხარჯზე, ასე შეაფასა მან მისი მუშაობა უწყებაში. მდინარაძის თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ სუსტ დროებით უხელმძღვანელებდა. მისი თქმით, ახალი თანამდებობა არ იქნება ხელმძღვანელის პოზიცია და ის ძალოვან უწყებებს კოორდინაციას გაუწევს. მდინარაძემ პროევროპულ აქციებზე სპეცრაზმელების, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ ამის პრევენცია მოხდება. დაანონსა ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარსულით დაინტერესდება. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, ჩვენ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. სვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი მოახლოებულ სინოდის ხდომას ეხმაურება და გამოქვეყნებულ პოსტში არჩევნების პროცედურას განმარტავს. მღვდელმთავრები პატრიარქობის 3 კანდიდატს სამშაბათს აერჩევენ. სინოდის ხდომა 12 საათზე დაიწყება. ამერიკამ ირანული დრონების წინააღმდეგ უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. როიტერსი წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა საუდის არაბეთში მდებარე საკვანძო საჰაერო ბაზაზე უკრაინული პლატფორმა SkyMap-ი აამოქმედეს, რომელიც საფრთხეების დადგენისა და შემდგომი რეაგირების დაგეგმვისთვის გამოიყენება. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ სამარაში ნავთობის ქარხანა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად საწარმოში ხანძარი გაჩნდა. უკრაინელების შეტევის შესახებ გავრცელდა ცნობები ქალაქ ქსტოვოდანაც.